იცით სამყაროში ვეძებ ჩემს ნაპირს ოცნებები კიცი სარტყელა დამდევს გზა რომელიც სულმე მიხმობს და მეც მიყვები რადგან ჯერა ქალები აღმოჩნდნენ ჩვენი ქალებზე უძლიერები ახლა რა რომ თავს გადავიდა ეს სახელმწიფო და ეს თავს გადასული ხელისუფლება საბოლოო ჯამში ქალებმა თავისი სიხშირით დაამარცხეს ჯუჯუები კაი გექნება ჩემი ჯუჯების ნახვა მხოლოდ ჩემს მოკლე შევდა ხო მარინოს ჯუჯუებიანი საუბრები მეგობრებო ჯუჯუებზე საუბარიც აუცილებელია იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცი არ გეგონოთ რომ ეს კაცები არიან უუნაროები არა მეგობრებო თქვენ გონიათ რომ ესენი უუნაროები არიან კაცი რომელიც ჯუჯუზეც ჩაციკლური არის ქალის პატივის მცემელი იცოდეთ ეგ რა და შეიძლება ამ კაცებმა თვითონაც არ იციან კაცი რომელიც ჯუჯუს ელტვის არის პოტენციური მამაკაცი და კაცი რომელიც ჯუჯუზე ასე ჯუჯები გვანახა ეგ უკვე შინაგანად არის ან იმპოტენტი ან კიდე მამათ მავლობისკენ არის გადახრილი და არ აღიარებს თავის თავში ხვდებით ხო მაგრამ კაცი რომელსაც შეუძლია აღიაროს რომ მას ჯუჯუები მოსწონს და მასე საუბარი მოსწონს პოტენციური მამაკაცია გეუბნებით არც თქვენი არ ეშინია უშიშარობას ანახებს თავისი თავიდან გამომდინარე არ იცის ოღონდ ეს გესმით ამიტომ ასეთ მამაკაცებს ჯუჯუებზე ჩაციკრულიო ხო არ უნდა ვკრავათ ხელი ხო მაგრამ ტარიელ სტრიპტიზ კლუბი ჯერ არ გამიხსნია აქ ვერ განახებთ ჯუჯუებს და ვერც სხვაგან ამიტომ კარგია რომ ჯუჯუებზე ფიქრობ მაგრამ მოდი ჯერ ესე ვთქვათ ჩემი ხმა რომ მოვა შენამდე აი მე შეიძლება მე ვიპოვო შენთან საერთო ენა მაგრამ ჯერ ანკესე წამოიგე ამიტომ შემოსაყვარლებო ყველა მამაკაცი ყველა დედაკაცი საქართველოში ქართველი სისხლისა გადასარჩენი ყავს ნუ ჩვენ გვაქვს და ჩაგვინერგეს ჩვენ ეს ადამიანებს რომ ადამიანში თუ რამე სისუსტეს დავინახავთ და შევამჩნევთ ეგრევე გადაუსვათ ხაზი მას და აი იმას აღარ მოусმინოთ არა და ადამიანში ერთ ჭრილში რომ შეიძლება ძალიან სუსტი იყოს მეორე ჭრილში ძალიან ძლიერი იყოს მე შეგახსენებთ ერთ მაგალითს მაგალითად რატომ ვიჩხუბე მე ჯოხაძესთან რატომ მომივიდა უსიამოვნო საუბარი მე მურმან ჯოხაძესთან თუ იცით პირდაპირ მნიშვნელობით კაცი დაждდა და ფიზიკის გაკვეთილები მომთხოვა რომ რატო არ ვიცოდი ეს ფორმულა სიჩქარე როგორ უნდა გავამბრავდ როგორ უნდა გამოვითვალოთ სიჩქარე და პასუხი ვერ გავეცი იმიტომ რომ ვერ ხვდები რას მეკითხება და ამ კაცმა ჩამთვალა რომ მე ვარ დებილი გესმის და პირველ კლასში უნდა დავждე როცა მე პირიქით ასე ვფიქრობ რომ ის ადამიანი რომელიც ვერ იგებს ქართულ ანბანს შეზღუდულია უნდა შეზღუდულია მაგრამ იმას მაინც უსმენ და არც არასდროს არ ვაკადრებ რომ იცი რა შენ დებილი ხარ ხო ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ პლუსები პოზიტიური ადამიანში სიძლიერები უნდა ვეძებოთ ისე კი მოგვივა რომ მართლა თევს ხეზე სოციალური ძრომა მოვთხოვოთ და მაიმუნს წყალში ცურვა რაც აქვს ადამიანს ის უნდა ვეძებოთ ის უნდა აღმოვაცენოთ გესმის ჩვენ აი მე მგონია ესეთი შემთხვევა ერთ-ერთმა ქალბატონმა არ დავასახელებ აქტიურია სოციალურ ქსელში დამიბარა და მეუბნება ესეთ რამეს ვხედავ რომ შენ დიდ როლს ასრულებ საქართველოსიო მაგრამო აი მეცო ესეთი ვარო ხო და შენ რას ფიქრობ რომ ჩვენ რა უნდა ვქნათო და იცი რა აი მე მივხვდი მაშინ რომ რატომღაც თავის კონკურენციას ებრძვის ნუ თავი კონკურენტად აღიქვა ჩემთან შეიძლება არ აღიარა თავის თავთან მაგრამ ამ სიტყვებმა უკვე მიმახვიდე რომ კონკურენცია აქვს უკვე გაჩენილი გესმით და უთხარი ესეთი რამ ადამიანი ერთი ამ საქართველოს ვერ შეცვლის იმიტომ რომ ეს საქართველო იმხელა რომ ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებს მით უმეტეს ერთი ქალი ამიტომ საჭიროა ბევრი ქალი ბევრი ჩემნაირი ქალი და რატომღაც ჩვენ ესე გვაქვს ჩანერგილი რომ ერთი უნდა იყოს ის განსაკუთრებული და აი ერთს უნდა შემოვევლოთ თავზე და ეს რა ერთი არის და ვინც არის არა მეგობრებო ერთი არა ერთი როგორ გადაარჩენს ამ ხალხს სახელმწიფოს ცოდუა ის ერთი ცოდუა თუ ყველა იმას ჩამოეკიდა იმ ერთს ძალიან დაიჩაგრება მაგრამ ეხლა გეტყვით მე თქვენ რა შენ თუ ჩემში სიძლიერეს ხედავ და ხედავ რომ აი მე ძლიერი ვარ ხო ხედავ რომ მე ამა თუ იმ საკითხს ვცვლი ქვეყნის დონეზე მე გამიხარდება შენც რომ ეგეთი გნახო იცი რატო მე ცოდო ვარ მარტო თუ დამტოვებ ცოდო ვარ რა ამდენი ბრძოლა ამდენი არ შეუძლია ერთ ადამიანს ძალიან დიდი მთელი სახელმწიფოები გვაქვს დასამარცხებელი იცით უბრალოდ დასამარცხებელი კი რა მთელი სახელმწიფოების წინაშე ჩვენ წარსადგენები ვართ ჯერ კიდევ
ჩვენ თუ ერთობა ვერ ვიპოვეთ, ხო? როგორ ერთი კაცი წარსდგება ამ ხელსახელმწიფოების წინაშე? ვერა, მეგობრებო, დღეს სხვა დროა. ადრე თუ მეფეები ამას ერთი კაცი ახერხებდა, დღეს უკვე იმდენი ძლიერი სულია დედამიწაზე უკვე გამოსული, დაბადებული, მეორედ მოსული, რომ ჩათვალეთ, რომ მთელი ფარავნები, მეფეები და დედოფლები და გურუები, პატრიარქები, მატრიარქები აქ დგავართ ყველა. ეხლა შენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთი გახდეს მეფე და დანარჩენები არაფერს არ ასრულებდნენ? ეგეთი რაღაც არ არსებობს, იმიტომ ყველა ცოცხალია დღეს. დაწყებული რამზედან და კლეოპატრადან დამთავრებული ლენინიდან, ლენინამდე ყველა ცოცხლები ვართ, ხალხი ყველა. და როგორ შეიძლება მე ვიფიქრო ეხლა, რომ აი მე ვარ მნიშვნელოვანი და ვიღაცა ძალიან სერიოზული პირი. მაშინ მე ეგოიზმში ვარ ჩავარდნილი, სრული კატასტროფა ამ პარტავნებაში ვარ, ხო? და მე უნდა შევიცნო მათში სიძლიერე. ყველაზე ძლიერი ადამიანი როდის არის, იცით? და ამას ჩემ მსმენელის კომენტარებში ვხედავ, ვინც ხედავს ჩემში სიძლიერეს, ის არის ძლიერი. ვისაც აღიარება შეუძლია სხვა ადამიანის სიძლიერე მაგაშია, აღიარებაშია. ის კი არა რომ სხვამ გაღიაროს რომ შენ ძლიერი ხარ. მაშინ სუსტი ხარ, ესე იგი არ ხარ ძლიერი და მოითხოვს სხვის აღიარებას და აი ეს იმის ენერგი გჭირდება, მაგრამ ძლიერი იცი როდის არის ადამიანი? ამას კი არ მოითხოვს რომ მე მაღიარო. ძლიერი მაშინ არის რომ აი მე ვინ ვაღიარო. მასში რა ვაღიარე, გესმის? ვაღიარო რომ ის ძლიერია. ის ძლიერია, ის კარგია, ის ისეთია, იმაში აქვს პლუსები. ხო და ძლიერი მაშინ ხარ, რაზეც გასცემ შენია მაგას ქვია, შენ გასცემ უკვე, გასცემ აღიარებას და სუსტები მოითხოვენ აღიარებას. გესმით? ამიტომ ვამბობ რომ ვინც გასცემს, ის არის მართლა უკვე ქრისტე, მაგრამ ვინც მოითხოვს, ის არის იუდა. არა, იუდა კიდე ისეთი ის კაიაფა. ვინც მოითხოვს, პილატე მოითხოვს. მიეცი პილატის კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისაო, ხო? მაგაზე თქვა, მეც კი არა, კეისარი მოითხოვს მომეცითო და ღმერთი გასცემს და გაძლევს, არ ითხოვს შენგან არაფერს. გარდა იმისა, რომ გიყვარდეს შენი თავი. და მოყვას შენ. მეტი არა, გიყვარდეს ღმერთიც, შენი თავი თუ გიყვარს და მოყვასი ღმერთიც გიყვარს, რატომ უნდა გძულდეს ღმერთი, ხო? ამიტომ კეისარი მოითხოვს მიეცი, იმიტომ რომ მას ენერგია აკლია, ღმერთი გაძლევს და მიიღე. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ამ წუთას სრულად გეთანხმებით დავით აზნაურაშვილებო. მართალია ყველაფერში ვერ დამეთანხმებით, მეგობრებო, ეგ გამოდის რომ ყველაფერში ვერ დამეთანხმოთ, ეგ ვერ შედგება ამ დედამიწაზე. ყველაფერში ერთმანეთს ვერ დავეთანხმებით. მაგრამ რაღაც ჭრილში ხო დავეთანხმებით, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვაცალოთ ერთმანეთს ინდივიდუალურობა. მაგაში არის ზუსტად ინდივიდუალურობა. შენ რო იმაში დაინახავ რაღაცაში ვერ ეთანხმები, მას მაინც დაუტოვებ იმ თავის სივრცეს. კაცო, კი თავში ჩაარტყავ და ნუ ეთქვა, არა ესე არ გაკეთო, მე ესე მინდა. არა, ის ისეთია. შენ ისეთი ხარ. რაღაც ჭრილში ვეთანხმებით. რაღაც ჭრილში ვერ ვეთანხმებით. მე მაგალითად ეხლა გინდათ გითხრათ საინტერესო რაღაცა მაქვს, აი ეხლა დაკვირვება. ამბროსი ხელაია ჩემი პატრიარქიაო, ერთ-ერთი არის სოციალურ ქსელში, ნინო ქვია მას. ხო და გადავეკვეთე რა სოციალურ ქსელში მის ვიდეოებს და მის ვიდეოებში ესე დემონსტრაციულად აქვს ზუზუები ესე კარგად ანახებს და გამიელვა თავში რა რომ აი ახლა ის რა საქციელია თქვი გამიელვა კი არ განვიკითხე არ განვიკითხე უბრალოდ გამიელვა თავში როგორ ჩანს ამ ელვამ ეს ელვა ვერ გავატარე ანუ კი გამიელვა მაგრამ ვერ გავატარე რა ჩარჩა იქ და გადავამუშავე ნახეთ ხედავთ იმიტომ ჩარჩა ელვა რომ რაღაცა გასაწმენდიველი იყო განსაწმენდი იყო გასაწმენდი არის განის საწმენდი ხო განი უნდა განიწმინდოს წმინდოს განიწმინდა ველი და რომ განიწმინდა ეხლა სხვას გაუჩნდა იგივე აზრი იგივე ელვა შევიდა თავში გაუელვა ამ აზრმა რომელმაც მე გამიელვა აი ნახეთ თქვენ როდესაც თუ თქვენ მაგან გაგიელვათ ეს გოგორას ლაპარაკობსო ცოტა ხანში თქვენც იგივეს გააკეთეთ ხშირ შემთხვევაში ძალიან სამართლიანად საუბრობო ღმერთმა ქნეს რომ სულ სამართლიანად ვისაუბრო სულ ანუ სულ